თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს თავზე შავი ღრუბლები შეიკრიბა. აღმოსავლეთიდან ახალი და უმარცხებელი ძალა მონღოლები მოვიდნენ. მონღოლთა ურდოებმა ქვეყანა აოხრეს. საქართველო, რომელიც ცოტა ხნის წინ რეგიონის ლიდერი იყო, უმძიმეს ხარკსა და დაგსაქსულობაში ჩაიძირა. ქვეყანა ორად გაიხო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდ. შიდა შულმა და უცხოელთა ბატონობა მერი გამოფიტა. ამ მძიმე ჟამს ტახტზე ავიდა გიორგი მეხუთე, რომელსაც ხალხმა მოგვიანებით ბრწყინვალე უწოდა, დიპლომატიისა და სიმტკიცის სიმბოლო. მან შეძლო შეუძლებელი, გააერთიანა დაგსაქსული სამეფოები, მოაწესრიგა კანონმდებლობა და ეკონომიკა კვლავ აღორძინა. გიორგიმ ჭკვიანური პოლიტიკითა და სამხედრო ძალით საქართველო მონღოლთა ხარკისგან გაათავისუფლა და ქვეყანას სუვერენიტეტი დაუბრუნა. ეს იყო საქართველოს უკანასკნელი დიდი გაერება დაგსაქსულობის ხანგრძლივ ეპოქამდე. ისტორია კი გრძელდება.